რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი საგუშაგოა, რომელიც პერევს ოკუპირებული ქარწმანისგან ყოფს. მათ მიერ გავლებული ეგრეთ წოდებული საზღვრიდან პერევში მცხოვრები მერაბ გაბაძის სახელამდე მხოლოდ 30 მეტრია. იმ ადგილებიდან ადრე მერაბიც სხვა თანასოფლელების მსგავსად შეშას ეზიდებოდა. წელს მისთვისაც ისევე როგორც პერეველთა უმრავლესობისთვის ტყეში წასვლა სარისკო იყო. ეკიან არის ზუსტად 10 მეტრი კაკალიოჩა. რა ხიდია? ხანები გვაქვს გაღმა, შეშა ყველაფერი არის მაგრამ რუსები ამენ ჩვენია. ტყეში შეშა ზომოგვასონ ვორწლანახევარს ამოვენ ციხეს. ამიტომ დავდივართ ეს გაღმა. ამ მიზეზით მერაბს ზამთრისთვის სამყოფი შეშის მარაგი არ აქვს, თუმცა ჯერჯერობით ახერხებს, რომ მცირეწლოვან შვილებს სითბო არ მოაკლოს. ამ ზამთარს ზამა პრობლემა გვაქვს, ამ ხრივო საზოვრეზე არ გვიშვენ ორსები. ალგერ წყალგაღმა აქ არის 20 მეტრაი. ჩვენი არის ოძახიან რუსები. იმათი არის გადაშენება იმა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვარ ძალიან შევძლებულები. რუსი ოკუპანტების მიერ შექმნილი პრობლემების გამო მთელი სოფელი საგონებელშია. 2008 წლის ომის შემდეგ აქაურები მშობლიურ სოფელში თავს უცხოებივით გრძნობენ. შეშის გარდა წელს საკვები ვერც პირუტყვისთვის მოიმარაგეს. ყველას გაუჭირდა მოსახლეობას. მომზადებელი შევხვდით ძალიან. სიმინდი ბევრს მოსატეხი დარჩა და ჩალა მოუჩეხავი. საძოვრებიც კიდე კარგად იცით შეზღუდულები ვართ აქეთ რუსებიდან, იქით მეორე მხარესაც რუსები. რა ვიცი, ძალიან გაგვიჭირდა. ზაფხულობით ისინი ტყეში ხილს აგროვებდნენ, შემდეგ ყიდდნენ და ოჯახისთვის აუცილებელ სურსაც იმარაგებდნენ. წელს იმის შიშით, რომ რუსი ოკუპანტები დაიჭერდნენ, არ გარისკეს. წაბზეც ვერ გავიდა მოსახლეობა იმის შიშით, სოფელში ხა სხვა რა უნდა გააკეთო, რომ ფული იშოვო და საკვები ეყიდო. შეშაზეც გვიჭერს გასვლა, წაიყვანეს ბევრი, 1-3 კაცი სხვადასხვა დროს წაიყვანეს რუსებმა. შემდეგ 3-4 დღის მერე კი გამოუშვეს ისევ, მაგრამ უკვე დაშინებულები ვეღარ გავდივართ იმ მხარეზე. ისეთი უკონტროლოთ აქვთ გაკეთებული საზღვარი ვერ ხვდებით. სად და როგორ უნდა გადავლახოთ. ძალიან ძნელია, ძალიან გვიჭერს ყველაფერი. ნაადრევად მოსულმა ზამთარმა პრობლემები კიდევ უფრო გაამძაფრა. თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო მოსახლეობას უჭირდა შეშის გამოტანა იმპოსტების ხელშეშლის გამო და გარკვეულად მოსახლეობაში არის ის განცდა, რომ საწვავი არ აქვს მომარაგებული სრულად. თუმცა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, გზა გაყვანილია უახლოეს დღემდე და მის ნებართვები, შეშის ჭრის ნებართვები ყველაფერი გაცემულია, გზა სისტემატურად გაიწმინდება კიდე. ბოლო რამდენიმე დღეა სოფელში ვითარება დაიძაბა. რუსი ოკუპანტები დროდადრო საგუშაგოზე ხალხის მიმოსვლას კრძალავენ. პარასკევს სკოლაში არ გამოუშვეს, გზა ჩაკეტეს და თვითონაც არ გვეუნებოდნენ ზუსტ მიზეზს, რატო არ გვიშვებთ. და თქვენ რას დაუკავშირეთ მე ეს? რავი, არჩევნები რო იყო, ალბათ ეშინოდათ. ჩვენი სოფლიდან ხმა მე მგონი ვერავინ ვერ მიცა. ხო, ანუ სად იდგა ეს არჩევნები? ამ ზედა სოფელში იდგა ზემო ქარზმაში, სადაც არის პატარა პუნქტი, საავადმყოფოსავით არის და იქ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. 4 ოსური სოფელი, რომელიც ომამდე სამყაროს მხოლოდ პერევზე გავლით უკავშირდებოდა, ახლა დიდთოვლობის გამოცაა ჩაკეტილი. საზღვრისპირა მაღალმთიან სოფელ პერევში თითქმის მთელი თვია გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობის მიუხედავად ყოველ დღე სკოლის ამ კარს 20-მდე მოსწავლე აღებს. ისინი პერევის საჯარო სკოლაში ქარწმანიდან დადიან. ბავშვები სკოლამდე რომ მოვიდნენ, რუსების საგუშაგო უნდა გაიარონ. პერევის საჯარო სკოლა ახლო მდებარე ქართულ და ოსურ სოფლებში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა. დღეში 10 კილომეტრის გავლა უწევთ იქით-აქით. მაგრამ ძალიან იშვიათი შემთხვევა რომ სკოლაში არ მოვიდნო. არასასურველი მდგომარეობა არის, მაგრამ რა ვქნათ, უნდა შევეგუოთ. მომავლის იმედით ვცხოვრობთ. თუ საგუშაგოს მიღმა მცხოვრებმა მოსწავლეებმა გაკვეთილზე დაიგვიანეს, უკვე ყველა მიცის, რომ ბავშვები რუსმა ჯარისკაცებმა უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ არ გამოატარეს. დიდი თოვლია და სიცივე ახალმე პოსტზე დიდხანს გვიწევს გაჩერება და სკოლაშიც გვაგვიანდება ამის გამო. სახლიდან სკოლამდე მათ ყოველ დღე 10 კილომეტრი უნდა გაიარონ. საგუშაგომდე გზა ხშირად გაწმენდილიც არ არის.
დიდი თოვლია და დავდივართ ხანვართ სტენდ, როცა დიდი თოვლია გზა არ არის გაწმენდილი, როცა არის გაწმენდილი, მოდივართ მაშინ. მას შემდეგ რაც სოფელში ქართული პოლიციის შენობა გაიხსნა, აქაურები თავს უფრო დაცულად გრძნობენ. იმიტომ რომ თუ წაიყვანენ იმედი გვაქვს რომ ყველაფერ ყონეს იხმარს ჩვენი პოლიცია რომ უკან დაიხსნან და გამოიყვანონ და ამის იმედი ძალიან გვაქვს. პერევში ამ დრომ დეთოვს, ნაადრევად მოსული ზამთრის, მოუმარაგებელი სურსათის და საკვების გარეშე დარჩენილი პირუტყვის მიუხედავად, აქაურებისთვის მთავარი საფიქრალი მშვიდობაა. ამიტომაც სუფრასთან პირველი ყოველთვის მშვიდობისა და სამშობლოს სადღეგრძელო ითქმება. ამ საფრთხემ დაწერე. ეს საქართველოს ერთხანებული